მე მგონი როგორც იყო ეს უნდა ყოფილიყო რა. ეს პოლიტიკური ბრძოლა არის, რომელიც არასწორია ჩემი განმარტებით. მე მგონია რომ თუ დემოკრატია არსებობს, უნდა იყოს დემოკრატიული სიტუაცია თუ არა და ეს არის ყველაფერი პოლიტიკური არასწორი ბრძოლა, იმიტომ რომ რაღაცები უნდა, ვიღაც რაღაცები უნდა. მე ვიტყოდი. თქვენ ფიქრობთ რომ მედიის შეზღუდვა ეს? არის კი მედიის შეზღუდვა კი. აუცილებლად კი. ძალიან შეზღუდვა, მე ძალიან ისეთი კი არა, პატარა კი არა, ძალიან ისეთი აგრესიული შეზღუდვა. რუსთავი 2 არის ისეთი ტელევიზია, რომელიც ხალხს უყვარს და რა თქმა უნდა იყოს და მიმაჩნია რომ ეს არის შეზღუდვა უფლებების. ხალხის საყვარელი ტელევიზია უნდა არსებობდეს, რა თქმა უნდა. Რაღაც 3 წლის მერე გახდა ხალვაშის ქონება ასე აქტუალური. განაწილების წინაც არ იბრძოდა ხალვაში ამ ქონებისათვის. მაინც ჩდება ეჭვი, რომ საზოგადოების მიერ, უკაცრავად ხელისუფლების მიერ ამოტივტივებული და ესე ვთქვათ, ხელშეწყობილია ეს პროცესი, რაც ხდება. პირდაპირ ვერ დანაშაულებ, მაგრამ ეჭვი მაინც არსებობს. და ამიტომ რასაკვირველია ხელისუფლება შეძდება რომ ხალვაშმა, თუ ხალვაშ სასამართლო მქონება დაუბრუნა, ტელევიზია ალბათ იქნება ნაკლებად ოპოზიციური. ან შეიძლება სულაც არ იყოს ოპოზიციური, რაც არ მგონია რომ ხელისუფლებას მაინცა და მაინც სჭირდებოდეს. მე მგონია რომ რუსთავი 2 იმ სახით რასახითაც არსებობს, რა, ნაკლებ მავნებელია და ნაკლებ საშიშია ხელისუფლებისათვის, ვიდრე დაუშვათ იქ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და ნაკლებ ოპოზიციურად გადახდება. მე ვფიქრობ რომ ამის გაკეთება არ ღირდა. თუ კი ნამდვილად იმ კაცის საკუთრება უნდა დაიბრუნოს პატრონმა. მაგრამ თანამშრომლები არ უნდა გაუშვან. კარგი ჟურნალისტები, თორემ კი არა ჯიგი ჟურნალისტები. ეს სასამართლომ უნდა გაარკვიოს პირადი ქონება ვისია, ვის ეკუთვნის ნამდვილად და როგორც არის რა, მან ნამდვილად როგორც არის და ახლა სიტყვის თავისუფლება არ უნდა აიგრძელოს ეს გონია ყველას ესმის რა, უმრავლესობას მაინც. თუ რო შენარჩუნდება სიტყვის თავისუფლება, მაშინ საქართველოს გადარჩება თუ არა და ქაოსში ჩავიძირებით. პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც იგრძნობა, რომ მისი საუბარიდან გამომდინარე იგრძნობა, რომ არის რაღაც ზეწოლა. აქვს ადგილი ზეწოლას, მაგრამ ახლა მთავარია ხალხი რომ ამოუდგეს გვერდში რუსთავი 2-ს. თუ ხალხი გამოვიდა და ამოუდგა მხარში რუსთავ 2-ს და დაიცვა სიტყვის თავისუფლება, მაშინ მათ ვისაც სურს დახუროს რუსთავი 2 არ გამოუვა არაფერი. თუ წაართვეს იმ კაცს, მაშინ დაუბრუნოს და მისი წილი. ესა. თქვენი შეფასებით ეს მედიის შეზღუდვა არის თუ არა? რატო შეზღუდვა ვერ გიგე? მოვა ის სხვა მოვა მე პატრონი იმუშებს სხვა ჟურნალისტებთან. რატო შეზღუდვა? თუ ეკუთვნის პატრონი დაუბრუნდეს და всё. ყველა იმუშებს იქანა დოედინავო. არის თუ არა მედიის შეზღუდვა, რას გვეტყვით? აბა, რა თუნდა ლაპარაკიო. აბა რა არის იმდენი ხალხი ამის გარდა. როგორც მე სიტუაციას უყურებ და როგორც ხედავ, რომ მე მგონი შეზღუდვები არაფერი არ არის. არის ყველაფერი კანონიერად და ყველაფერი კარგად დამთავრდება. არ უნდა შეწყდეს რუსთავი 2-ის მოქმედება, ტელევიზიამ უნდა გააგრძელოს შოუს რიტმში მუშაობა, ეს ერთი. მეორე ვამბობ იმას, რომ ეს გამოიწვევს ისევ არეულობას, არეულობისკენ წავა ისევლე ყველაფერი და ამიტომ არ მინდა რომ ეს უმართავი პროცესები ისევლე არეულობა გამოიწვიოს ამ იმან რუსთავი 2-ის ამბებმა, ამიტომ ყველაფერი ნორმალურად თავის კალაპოტში უნდა ჩადგეს და ისევლე დისონანსის გამოწვევა და ისევლე ხალხის არეულობა არ არის საჭირო.